WhatsApp-ს დაემატა ძალიან საინტერესო ფუნქცია ChatGPT, როგორ ხდება მისი გააქტიურება. ეხლა მე დავაჭერ სპეციალურ ლინკს, დავაკოპირებ ამას, რომლითაც ხდება მისი გააქტიურება და ამ ლინკს აუცილებლად დავდებ პირველ კომენტარად. ჩავსვათ, უგზავნით საკუთარ თავს, თქვენ ვისაც გინდა იმას გავუგზავნეთ, არცებით მნიშვნელობა მას არ აქვს, გავაგზავნეთ, დავაჭირეთ და აი ჩვენი ჩატი ChatGPT-თან გაიხსნა. ეხლა რომ ვცადოთ თუ როგორ ხდება მუშაობა, ვეცადოთ პატარა რამ დავუშვათ, დღეს რა რიცხვია და მივწეროთ მაგას, ხო? მითხარი დღეს რა რიცხვია? ნე? ერთი წამი დაფიქრდება. დღეს 27 თებერვალია. პატარა ლექსი დამიწერე გაზაფხულზე. ფიქრობს. რა კარგი დროა გაზაფხული და ასე შემდეგ. ეხლა უყურე რა არის პატარა ფიშკა, თუ მაგალითად ჩვენ გადავალთ რუსულ ენაზე, უკვე საუბარს, ანუ შრიფტი გვექნება რუსულ ენაზე, რა თქმა უნდა შევძლებთ მასთან რუსულ ენაზე დაკავშირებას. ну აი მაგალითად который час сейчас в Грузии. ზონოთ აი დაწერა, თუ გადავართ ინგლისურ ენაზე, ჩატის მაგალითად how are you? მე ინგლისური არ ვიცი. ბატონო მოგწერა. ხო და რა შეგვიძლია ახლა ესეთი რამ, ჩვენ შეგვიძლია ChatGPT-ს რაიმე ვთხოვოთ, იმაზე მისაწერი რაღაც ტექსტი, აი ესე განახებით და შეგვიძლია მე მისი, რა თქმა უნდა, გადაგზავნა სხვაზე. რავი, ეგრე გამოგვადგეს.